სალამ ალეიკუმ. ჩვენებურება გაგვენილი გექნებიან ზულყარნეინი ამდუნის დანახული ქვეყანაში გამლილი სუ დიდი ძვირიფასი მეთაური და ღმერთის ძვირიფასი საყვარელი მსახურებიდან იყო. ზულყარნეინმა მის ჯარების ერთად თვალითვალ უდუუნახელი დაბნენებულ ერთღამ დიდ ხეობიდან გეარეს. ხეობის თავში ჯარებს დააბარა დუყვირა. აქედან გამილიხან ფეხებზე რაცხა მეგედებიან და წამოკრენ თელი 10 მოკრიფეთ შეინახენ. ჯარებიდან ზოგმა თქვეს რომ რამდენი ხანია გზიებში ვიარებით მოღალილი ვართ. ფეხებს ძვილაი ვაქანებ, ჩვენ თავ ძვილაი ვათრევთ, რამის ჭავრი არ გვაქვს. თავზე სხვა ჭვირთი ატეხვა არ გვინდა. არ ძეიბუნძეს ფეხი ძირიდან ერთი რამე არაცეს. მეორე ზოგმა ჯარებმა სიტყვა ფშად არ გუდუგდათ, თქვეს მათი თავი უბუღალელი, იმდენ რომ თვალ შეღების წინ ისე ძილად ცოტა მარტო თითოეული ძირედან წამოწეს ცოტა აციეს. მესამედ ზოგ ჯარებსაც უთხრომიან რომ ზულყარნეინი ყველა რამეს არ დაილაპარაკებს. დღე დანახული კაცია. იმან რაცხა იცის რომ ასე გვასწავლისო დაიკავეს. ფეხის დაკრული, დადებული, მიდებული რაცხა მოკვენ აციეს შეიდეს. კარგა მოკრიფეს ზურგებზე წამეიკიდეს, წეიღეს. ბნელა ღამე რომ გათენდა და ზემდილაი კარგა განათლა გააბჟღრიალა ზულყარნეინის ჯარებმა. გახედოს რომ ღამე ბნელეთაში მოკრეფილი ის ძიმე ქვები ალთუნები არ ყოფილათო. იმ გაბეჭებულზე და გაკვირებულზე ვინც ხამ რომ ზულყარნეინს სიტყვა არ დუჯერა და ძირედან ერთი რამე არაცია. თი ერა დეგემართა რაფერ მოუტყვილდი, ჩვენი თავი რაფერ გამოუქუჭეთო დაიზენ, კარგა მეიტირეს. მეორედ, აქ ზოგი ჯარები იყვენ ცოტა აწევილები, იმათაც მათი ნაკრებავი ეცოტავეს. ეს ასე, ცოტა რაშინა გვეყოსო, კუჭები დაწული. ეს რა ვქენდათ, მეიტირეს, მეიბღავლეს. მესამედ ჯარებიდან ვინც ხამ რომ ზულყარნეინ კარგა სიტყვა დუჯერა და ბევრი მოკრიფეს, თქვეს რომ ნეტაი უჭირველი ჭვირთები გეგვეჩებია და მარტო ზულყარნეის ნათხრემი დეგვეტებია და ამაზე ბევრი ქონოდაო. თქვეს ბატონებო, ჩვენს ახლა დღესას თელი ჯარები ვართ. ჩვენი მეთაური და ზულყარნეინი პეღამბერ ჰაზრეთ მუჰამედ მუსტაფა არის. ამ ტყუილ დუნის სიცოცხლე ჩვენი ხეობაა. აქის ჯარების ღამე გამლი დაბნენებულ შავი დუბესავეთ. იბნელ ხეობაში ხელით მოკრეფილი ქვები ჩვენი ამ სიცოცხლეში ნაკმარი გაკეთებული მადლები, ლოცვა, მარხვა, ხელი გაწყობა ღმერთის მოწონებული დიდი პაცაი თელი კარგობა არის. მადლების ფასი აქის ქვასავეთ. ამ დუნის სიბნელეში არ ჩამს. ვერ ხვდომილებთ ამა რომ დრო იგვითავდება და იქით აკუთხეს გედევალთ და რომ იმ დუნიას გამკითხვის თვალებ გავცხნით, აქ მოჭუჭკილი მადლები რა დიდი ფასი არიანო, მაშინ თელ მანა გამოშქესნა. საყვარელი პეღამბერი ამბობს რომ იმ დუნიას მუსლიმანმა კაფირმა ყველამ ფიშმანა გახდეს. შუკითხوان კი კაფირის ფიშმანობა მიუხდით არ დუჯერია, არ უქნია, მადლი არ გუკეთებია. იქ გამოფუჭულა და მუსლიმანმა რატომ ფიშმანა გახდეს. საყვარელ უთხრამია რომ იმათაც რატომ ამაზე ბევრი არ გევეცადეთ და ამაზე ბევრი ვერ მევგეთო, ფიშმანობა ნაგაციონდა. ჩემო ძვირფასო დიებო, ძმებო, ვინც ხას ზაფხულში, ყანაში, სიცხეში თავი უდუღდება,
იმას ზამთარში ცეცხლზე ზედან საჭმელი უდუღდება. თელმა ვიცით. ახლა ყანაში ვართ. ბევრი საქმე გვაქვს. არ დაიწყო.